მესამე ფურცელი. ოპერატორში უნდა გადაგა. დავით ქაშიაშვილის საავტორო გადაცემა. სად არ უნდა გავასხო. იქ, სადაც მთავრდება ოფიციალური, იწყება ნამდვილი. მესამე ფურცელი არ ცდილობს ყველა დააკმაყოფილოს. ეს გადაცემა არ გადაფურცლავს მოვლენებს, დააკვირდება, გაჩერდება, გაარღვევს ზედაპირს. მესამე ფურცელზე იწყება ის, რაც ყველაზე მეტად გვეხება. ყოველ კვირას 21 საათზე. აზო? ნახე რა ხალხი მოგიყვანეთ. რამდენი ხანი არ გინახი ვარ? დიდი ხანი, ალბათ. ბოლოს გადაცემა რო გავაკეთეთ, ეგ არისო? გვარამირო ციხეში იჯდა. რა გაინტერესებს მითხარი და დავიწყებ. ბევრი რამე მაინტერესებს. არ მინდა ფიქრი და წარმოდგენა იმ დღის, რომ შეიძლება დილით რომ გაიღვიძებ ნიუსრუმში არ იყო მოსასვლელი. მაგრამ ნახე, ეგეთი საქმე არ ქონია, ეგეთი შეტევა მედიაზე არ ყოფილა და ანუ საფრთხე ხმაური გაჩუმდეს ძალიან ხელშესახები არის. ძალიან რეალურია. ისეთი როგორიც არასდროს. ეგეთ ღრმა ფიქრებში ხომ მიდიხარ ხოლმე? კი. ახტება მე. ეს მაინტერესებს. ნახე რა არის ჩემს ცხოვრებაში, ჩემმა გამოცდილებამ მანახა, რომ როდესაც რაღაცა ერთი კარი იხურება ხოლმე, მე სხვა იხსნება. მაგრამ აი ამ შემთხვევაში რა იქნება არ ვიცი. აქაური დიზაინიც მე რამდენადაც ვიცი, შენი ყველა დეტალი. ყველა დეტალი. ანუ რა სად რა უნდა ყოფილიყო? აქ იყო სარეცხის ფუნელების საწყობი. ხო. ტელევიზია უფრო მოუხდა. წამოეხა დავსხდეთ მოემზადე. მეც მემზადებოდი დღეს თელი დღე შენთან ინტერვიუს ჩაწერად. მარტივი კითხვებით არ იქნება. არ ვარ მარტივი კითხვებით მოსული. დაკონებული ვარ კითხვები არსენალში ისეთი. პირველი გადაცემაა და გავკლაპოთ. კარგი ხელზე გავკლაპოთ, თუ შეიძლება. ქართული ჟურნალისტიკა კვდება ჩემი აზრით. მოდი მაშინ ყველაზე უფრო ესეთი ტრადიციული შეკითხვით დავიწყებ, რატომ ჟურნალისტიკა? აი, იმ ნოდერთან რო დაბრუნდე 17 წლის რომ არის და პროფესიას რო ირჩევს. იცი რა, ბევრად უფრო ადრე ავრჩი ალბათ ეს პროფესია, სკოლის ნაადრევ ასაკში და ბევრი არც მიფიქრე, რო გითხრა რომ რაიმე სხვა პროფესიაზე ვფიქრობდი, არ. ნუ ტრადიციულად ახლა როგორც ყველგან ხდება ხოლმე მშობლებს რაღაც სხვა უნდათ და ცდილობენ რომ გადაგარწმუნონ. სკოლაში რომ დავდიოდი გეოგრაფიის მასწავლებელმა, რომელიც პარალელურად მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ასწავლიდა გეოგრაფია, გეოლოგიას, მითხრა რომ აი რაღაც იმდენად მოგწონს ეს, რომ წამოდი პარალელურად გაკვეთილების მერე იარე წრეზე. და ასე აღმოჩნდი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში. პირველად გეოგრაფია, გეოლოგიის წრეზე, ეს გეოგრაფია, გეოლოგიით გატაცებული სკოლის მოსწავლე მგონი მე-6 კლასში ვიყავი თუ არ მეშლება. ეს არის ბნელი 90-იანების პერიოდი და ანათებს მხოლოდ ეს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე, სადაც გააქვს რაღაცნაირად უნარების განვითარების შენის შესაძლებლობა ყველა კუთხეში, ყველა ოთახში რაღაცა ცხოვრება ჩქეფს. და რადიო ტექნიკის წრის შესახებ გავიგე. რომ ეს იგი პირველ სართულზეო ბუფეტის გვერდზეო არის რადიოტექნიკის წრევა და იქ ასწავლიან მაგნიტოფონების შეკეთებასო, რაღაცა ახალი ელექტრონული მოწყობილობების აგებას, რაღაცა რადიო სიხშირის დაჭერას და ის ძალიან დავინტერესდი. ჩემ მასწავლებელს უთხრა რომ რადიო ტექნიკის წრე არის მეთქი და იქნებ თქო ჩამწეროთ მეთქი ამ წრეზე მინდა რომ ვიარო თქო. რადიოტექნიკის წრის ნაცვლად ჩამწერა რადიო ჟურნალისტიკის წრეზე. და შევედი ნინელი ჩიხლაძე მასწავლებელი და ხედავ დგას ორი მაგნიტოფონი, ბაბინებიანი, ელექტრომაგნიტური, მიკროფონი, შუშა გამყოფი ასეთი და შიგნით ჩემი თანატოლები რაღაცა გადაცემებს წერენ და ინტერვიუებს. მივხვდი რომ სხვაგან მოვხვდი, მაგრამ იქ სადაც მოვხვდი ეს ძალიან მომწონდა. ვიდრე ჩვენი გადელაობა. და ნუ მეც არაფერი არ შემჩნე და გავაგრძელე ესე რადიო ჟურნალისტიკის წრეზე სიარული. თავიდან რომ გწოდნოდა რომ აი ამ ხელა პასუხისგებლობა იყო ჟურნალისტიკა. აი იმ წლებში. მაინც აირჩევდი? კი, არც ერთ ხელ
არ მიფიქრია რაღაც სხვა პროფესიას ავირჩევდი. თორე ერთადერთი რასაც ახლა ამ გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ შეიძლებოდა რომ სხვა არჩევანი გამეკეთა, ეს იყო უნივერსიტეტი. იმიტომ რომ ალბათ უმჯობესი იქნებოდა ჩამოვარებინა იურიდიულზე, იმიტომ რომ ყოფილიყავი დიპლომირებული იურისტი, მაგრამ ნუ რეალურად გავაგრძელებდი მუშაობას როგორც ჟურნალისტი. ალბათ ყველაზე მთავარი მაინც ჟურნალისტად ქცევისთვის არის ცნობის მოყარეობა, თუ ეს გაქვს. პირველად რომ რადიოდან ტელევიზიაში გადაინაცვლე, მაგ ეპიზოდზე გკითხავ. პირველად კადრში რომ გამოვჩნდი, ეს იყო ისევ სკოლის ასაკი. პირველი არხი და გადაცემა ჩვენ შევცვლით სამყაროს. მე ამ პროფესიამ სკოლის ასაკში, ოღონდ სკოლის პერიოდზე გელაპარაკები, იმდენად შთანთქა, ანუ სხვა არაფერზე არ ვფიქრობდი და სხვა ინტერესი უკვე არაფრის მიმართ არ მქონდა, ჟურნალისტიკა, ტელევიზია იყო ის, რაც იყო ჩემი გზა და მიზანი. მოვიდეთ დღევანდელ შაბათამდე და 8 საათამდე, რომელსაც ნოდარ მელაძის შაბათი ჰქვია. და ნუ პრინციპში შენი პერსონა იმსახურებს, რომ გადაცემას ნოდარ მელაძის შაბათი ერქვას აქვე გეტყვი. ნოდარი გუნდური მოთამაშეა ჟურნალისტიკაში თუ არა? გუნდური აუცილებლად. მარტო მუშაობა ხო არ ურჩევნია? არა. რეპორტაჟზე. არა. ესე კითხავდი, რაღაცნაირად ხელისუფლებები მედიით გადიან ფონს. ხო, ამას უყურებთ ამდენი წელია. შენ უფრო დიდი ხანია ამ პროფესიაში მუშაობ. რა ავნო აი ამ ჟურნალისტიკაზე შეყვარებულ და სულში შემომძვრალი ყავდა და ყავს ჟურნალისტიკა და თუ ავნო რამე სახელისუფლებო მედია პლატფორმაზე მუშაობამ. მე ვიცი რაც მავნო. ჩემს პროფესიას? შენ პირადად. მე ვფიქრობ, რომ ალბათ წლებთან და გამოცდილებასთან ერთად მიდიხარ იმ პროფესიულ არჩევანზე, როდესაც რაც არ უნდა მოხდეს, არავითარ შემთხვევაში არ წახვალ და არ ემუშავებ სახელისუფლებო მედიაში. იმიტომ რომ ეს შეიძლება იყოს ჟურნალისტისთვის გარკვეულ კომფორტის ზონაში ყოფნა, მაგრამ ამ პროფესიას კომფორტის ზონაში ყოფნა არ უყვარს. ანუ რეპორტიორები კომფორტის ზონაში ეს არის აბლაგვებს, ასე ვთქვათ. ეს ერთი. მეორე, დღეს ხშირად მიკვირს სახელისუფლებო მედიაში მომუშავე ადამიანების, მოდი პირდაპირ ვიტყვი, უპრინციპობის და საკუთარ თავზე გადავლის კადრება. იმიტომ რომ მეც მიმუშავია სახელისუფლებო მედიაში, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ვერავის ვერ გაუბედავს იმის თქმა, რომ აი სრულიად აბსურდი, რაც არის, თეთრზე უნდა თქვა შავია. 7 ნოემბერი მე ვიყავი იმ დღეს ახალი ამბების წამყვანი, მაშინ მუშაობდი ტელეკომპანია მზეში, რომელიც არ ითვლებოდა ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ ტელევიზიად. მიკროფონი რომ გიკეთია და პირდაპირ ეთერში რომ მუშაობ, მაგ დროს მიყვები შენი პროფესიული სინდისის კარნახს. და იმ დროს რაც არ უნდა გითხრან, ძალიან მარტივი არის რა, რომ შეგიძლია თქვა არა და ამ პროფესიაში ნებისმიერ დროს უნდა გქონდეს გააზრებული, რომ შეიძლება რაღაც კარი დაიკეტოს შენთვის, იმიტომ რომ რაღაცაზე თქვი არა. სამწუხაროდ ასეა. საღამოს წავედი გამიშვის გადაღებაზე იმედთან. პირდაპირ თქვი, რომ ახლა აქ და ამ წუთებში ჩვენი პროფესიული მოვალეობა პირდაპირ ეთერში მონტაჟის გარეშე გიჩვენოთ ის, რაც ხდება იმედის ტერიტორიაზე. და ოპერატორმა მაშინ ჰქონდა XD კამის კამერები, რომელიც საშუალებას გაძლევდა, რომ პირდაპირ კამერიდან გაგეშვა ჩართვა. გემახსოვრება ხო? რო ვერ ვასწრებდით სინქრონს, ვაყენებდით ხოლმე იქიდან. გაუშვეს მთელი მასალა დაუმონტაჟებელი ეთერში. მე როგორც მითხრას ამის გამო არ იყო სასიამოვნო სიტუაცია საეთეროში, მე არ შევსწრები ვარ და არ ვიცი, იმიტომ რომ მე გადაღებაზე ვიყავი, ეს მასალა ბოლომდე გავიდა, მე ჩართვა ბოლომდე დაუმთავრე. შემდეგ იყო უკვე პირდაპირ ეთერში აი ამ ჩართვის დროს მასალა როგორდებოდა, დარბევის კიდე ერთი ეპიზოდი არის, რომელიც პირდაპირ ეთერში გადის ხელკედებით, როდესაც ცემენ ერთ-ერთ
იქ მყოფ ადამიანს, აი განწერული ხმა რომ ისმის რაშვებით კლავთ, ეს ჩემი ხმარი. ეს ყველაფერი გავიდა ეთერში. მე იმ დღეს იმ ტელევიზიასაც მუშაობდი, რომელიც არ იყო ხელისუფლების მიმართ მკვეთრად კრიტიკულად განწყობილი და ჩემს საკუთარ თავსაც პროფესიული ღირსება შემორჩა. გვაქვს საშუალება რომ შევადაროთ სახელისუფლებო მედია ადრე, სახელისუფლებო მედია ახლა. თუ იფიქრებდი აი ეს ბნელ ფიქრებშიც რომ გამზირზე რომ გურამ რო გავაეცემათ, ან ნებისმიერი ჩვენგანი და ამას იმედი დაიწყებდა ასე დილით შევიდოდა ასეთი ეთერით რომ აოხრებული გამზირი რადიკალების მხრიდან. იმიტომ რომ რასაც შენ საუბრობ მზემ როგორც გააშუქა, მაშინ რუსთავიორმაც გააშუქა იმედის დარბევა, ერთგვარი ვალიც ჰქონდა ამ ტელევიზიას დასაბრუნებელი. იფიქრებდი, დაუშვებდი რომ ასეთი რადიკალური ან ჩემი აზრით დანაშაულებრივი იქნებოდა მედია სახელისუფლებო. ახლა აღარაფერი აღარ მიგურს. ახლა ჟურნალისტი რომ ღმერთმა დაიფაროს და რომ მოკლან, შეიძლება ის ამბავიც თუ მოსთხოვენ ეთერში არ გააშუქო და პროტესტი არ ქონდეთ ამის გამო. ახლა ეს მოცემულობა გვაქვს. დღეს ამ მდგომარეობაში მედია მათი დამსახურებით აღმოჩნდა. იმიტომ რომ მათ საკუთარ თავს ყველაფერი აკადრეს. კაი, მოკლედ ცისფერი ვეშაპების ტელევიზიაზე მეტი აღარ ვილაპარაკოთ, საკმარისია. მოდი რუსთავიორში მოვიდეთ. 17-ში გახდი რუსთავიორის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი და 2019 წელს ჩვენ რუსთავიორიდან გამოგვყარეს. რუსთავიორი 2012 წლიდან 19 წლამდე გადასარევად მაუწყებლობდა, კრიტიკული იყო ქართული ოცნების მიმართ და შევთანხმდით იმაზეც, რომ არც ქართული ოცნება იყო ეგეთი ველური როგორც ახლა არის მედიის მიმართ, ხო? რაღაც თავშეკავებაც იყო და ნუ პატივსაც გვცემდნენ, ასე ჩანდა ყოველ შემთხვევაში და ასეც იყო. და ნუ 2019 წლის შემდეგ მე ყველაფერი ირევა. 2019 წელს რომ რუსთავიორმა ვერ შეძლო გადარჩენა, ხომ არ ფიქრობ რომ ეს ისევ აი იმ ძალის ბრალია, რომელიც ცდილობდა რომ მედიით გასულიყო ფონს. რა ძალას გულისხმობ? გულისხმობ ძალას, რომელიც ოპოზიციაში აგერ უკვე 2012 წლიდან. ანუ რუსთავიორი რომ ვერ შევინარჩუნეთ, მათი ბრალი ხომ არ არის ამას? ხომ არ არის მათი ბრალიც, იმიტომ რომ ხომ არ ფიქრობ რომ რუსთავიორს ბოლოს ძალიან შემოუტიეს მათაც. ნახე როგორი მომენტია, არა, იმიტომ რომ რუსთავიორის შემთხვევაში მართლა წარმოუდგენელი ბრძოლა გავიარეთ. იმისთვის რომ რუსთავიორი შეგვინარჩუნებინა ისეთი როგორიც იყო. კი, მაგრამ ნახე აქვე გეტყვი, იქ გარკვეულწილად რუსთავიორის სტანდარტში არ ჯდებოდა ქმედებები, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლად იქ ხდებოდა. და იყო ეგეთი ეპიზოდები, მაგალითად გინებას გულისხმობ ეთერში. გულისხმობ გაბუნიას გინებას გულისხმობ. არა მხოლოდ გაბუნიას, გვარამიას გინებასაც გულისხმობ. იცი რა, მე მაგალითად გულისხმობ ეპიზოდებს, რომელმაც ცოტა უფრო გაუბრალოვა და ამ ადამიანებმა ხო არ შეუწყეს, თქვა. იცი რა, ამას არ მგონი, ამას არანაირი კავშირი არ აქვს იმასთან რუსთავიორი, რომ მაგალითად ამ შემთხვევაში ხელისუფლებამ მოახდინა ამ ტელევიზიის ოკუპაცია, იმიტომ რომ ეს შედეგი დადგა იმის გამო, რის გამოც დადგა. რაც შეეხება გინებას, მე არ მქონდა ამ თემასთან დაკავშირებით, დღესაც იგივეს ვფიქრობ. დამოკიდებულება რომ ეს იყოს სწორი. მხოლოდ გაბუნიას რო არ შეეწმინდოს გინება, გვარამიაც იგინებოდა. კი, გვარამიაც რომ იგინებოდა ეთერში და რომ მქონდა ეს პოზიცია, ნიკამ ძალიან კარგად იცოდა და მე არასდროს არ მიჭირდა ის რომ ნიკასთვის მე თქვა ის რაც არ მომწონდა და ხშირად ყოფილა შემთხვევები, როდესაც ძალიან ყველა ჟურნალისტმა იცის ეს ამბავი, ძალიან მწვავე კონფლიქტიც მოგვსვლია რაღაც ბევრ საკითხებთან დაკავშირებით. რუსთავიორი წაიღო კაცმა, რომელსაც ქვეყანა მიტაცებული აქვს ახლა, ქვეყანა კი არა და მფლადველური ბუნება და წაიღო, ნუ ძალიან ეს მონსტრი ჩამოაქცია და აქ უცმაცა კრიტიკული მედია და გაჩნდა ახალი პლატფორმები. ნუ თავდაპირველი დიდი ხნის პლატფორმაა, თავდაპირველამდეც მოვალ, თვითონ შენ აქ მოხვიდოდი და ნუ მთავარი და ფორმულა გულისხმობ. შენ მიდიხარ და მიყვები ამ ნიკას, რომელთანაც რაზეც ისაუბრე რუსთავიორში, ბევრი შეჯახება გქონდა და ვისი თავი გატყდა იქ, არ ვიცით.
ვიცი, მაგრამ ახლა არ ვიტყვი. ხომ არ ფიქრობ, რომ შენი შესაძლებლობებიც, პროფესიონალიზმიც, ის რაც შენ შექმენი, გამოიყენეს ცუდად. იმიტომ რომ შენ მალე წამოხვედი მთავარი არხიდან და წამოხვედი ჩანდა კიდეც შენს გადაცემაშიც ჩანდა საწყის ეტაპზე ბრაზი. და ამიტომ კითხე, ხომ არ გამოიყენეს ნოდარ მელაძე მაშინ ცუდად. გააკეთებინეს ის, რასაც დაუშვათ, ესე გკითხავ, რაღაცნაირი პლატფორმა, ერთგვარი ტრამპლინი და შემდეგ რა მოხდა? რატომ წავედი მთავარ არხზე? TV პირველი, როდესაც შეიქმნა 2015 წელს, მაშინ TV პირველი საერთოდ კონტურები, რაც იყო არხის, ჩემი მოხაზული იყო რაღაცა ერთ ოთახში. ანუ უცხო არ იყო იმ დროისთვის ჩემთვის TV პირველი და რუსთავიორში როგორც ეს რყევები დაიწყო, ბატონმა დამირეკა და მითხრა, რომ შენ ხომ იცი პრობლემა არ გაქვს, ანუ გელოდები აქ ნებისმიერ დროს პირიქით ძალიან მინდა რომ მაგალითად მალე გადმოხვიდე და გაბრაზდა კიდევ ოთხ შორის მაშინ რო არ გადმოვედი TV პირველში. ნიკა მითხრა რომ უნდა მე ვაკეთებ ტელევიზია უნდა გავაკეთოთ, იმიტომ რომ შეუძლებელია რომ ამდენი ადამიანი დარჩეს ასე და ქვეყანაში ეს დაბნელდეს. მაშინ ფორმულას შექმნის იდეაც კი არ არსებობდა, ჯერ არ ვიცი ზუსტად. კი, არ იყო ჯერ. არ იყო ჯერ. მოგვიანებით გაჩნდა ფორმულა. და უნდა გავაკეთო ტელევიზია. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო რომ მე ვყოფილიყავი იმ გუნდთან ერთად, რომელთან ერთადაც ცოტა არ გავიარე კურიერში. რატომ ვერ შეგინარჩუნა იმ გუნდმა? მოდი მაშინ ესე გკითხავ. მთავარ არხზე მთავარი არხის გუნდს გკითხულობ. მთავარი არხიდან მე წამოვედი, იმიტომ რომ მქონდა კონფლიქტი, ანუ მოგვივიდა კონფლიქტი მე და ნიკას. მე არ მილაპარაკია და არც ვაპირებ ამ კონფლიქტის დეტალებთან დაკავშირებით საუბარს. მიუხედავად იმისა, რომ როდესაც მე ვთქვი, რომ ეს არის ჩემი ბოლო სამუშაო დღე და მე წამოვედი, კვირა დღე იყო. კონფლიქტი ეხებოდა სარედაქციო დამოუკიდებლობას? შენ სარედაქციო დამოუკიდებლობაში ეს არ ყოფილა რაღაცა ერთ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით, რომ რაღაცაზე ვიჩხუბეთ და დავყარემე და წამოვედი. არა, ეს მანამდეც იყო გარკვეული წინა პერიოდი, აღარ გვქონდა კარგი ურთიერთობა. ნოდარს არ უყვარს მის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევა. მე ვიყავი შენი თანამშრომელი ნიუსრუმში, შენთან ერთად ვიმუშავე 3 წელი და ვიცი ეს და ამიტომ გეკითხები, სარედაქციო დამოუკიდებლობის შეზღუდვას ჰქონდა ადგილი? ჰქონდა? ნახე რა არის. შესაძლოა მენეჯერს, დირექტორს მით უმეტეს ჰქონდეს მისი მოსაზრება კონკრეტული საინფორმაციო დღის მიმართულებით და შეიძლება მან ჩემზე უკეთესად დაინახოს ის დღე ვერასდროს ვერ გავაკეთებ ვერაფერს, ისიც არ მჯერა. მათ შორის თუ ვფიქრობ, რომ დღეს მთავარი ამბავი არის ირაკლი კობახიძის განცხადება, ის არის მთავარი ამბავი. თუ შენი არგუმენტით ვერ გადამარწმუნე მე ვფიქრობ, რომ ეს არის მთავარი ამბავი, ის უნდა იყოს მთავარი ამბავი. კიდევ ერთი კითხვა დამრჩა მაგ თემასთან დაკავშირებით. მე მგონია, რომ იმდენად გაბრაზებული იყავი, რომ TV პირველიდან სიტყვა მთავარი გამოშვება ცენტრალური გამოშვებით ამიტომ ჩაანაცვლე, რომ მთავართან სიტყვა მთავარი ბმა არ ყოფილიყო. არა, გაბრაზებული ვიყავი, არ მინდა რომ რაღაცა განცდა დაგჭეს, რომ რაღაცას ვისხლიტავ, იმიტომ რომ მე არ მიყვარს რაღაც თემის ასრულება. გაბრაზებული ვიყავი კი, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ უსამართლობა არის ერთი, როდესაც ადამიანების საქმიანი გზები იყრება. მე რაღაცნაირად შეიძლება ეს უფრო ღირსეულად გაიყაროს და რაღაც ტალახის როლები და მსგავსი რაღაც გამოგონილი ვერსიები არ იყოს, იმიტომ რომ მე გაჩნდა მილიონი ვერსია, რომ როდესაც მე წამოვედი TV პირველზე, რომ გადმომიბირავ ანუ ჩხარტიშვილმა გავხდი ქოცი და ბიძინამ რაღაც სათადარიგო პლატფორმა მოკლედ მილიონი სისულელე, მაგრამ
რაც შეეხება სიტყვა მთავარს ცენტრალურით, არა, მე ვფიქრობ, რომ ნახე, კი სპეციალურად იყო ეს, ანუ მთავარი გამოშვება და ტერმინი არ ვიყენებთ, იმიტომ არ ვიყენებთ, რომ ანუ იგივდება კონკურენტ ტელევიზიასთან ძალიან მარტივი მარკეტინგული გადაწყვეტილებაა და შესაბამისად, როდესაც არის ძალიან კარგი სიტყვა ცენტრალური ეთერი, ცენტრალური გამოშვება, რატომ არა? შენს გადაცემაში, ანუ ფორმულაზე, ხო? პირველს ძალიან ხშირად ხომ არ გამოიყენებ, იმიტომ რომ არა, გამოვიყენებ. ხო, მარტივი რაღაცაა. გამოვიყენებ. ანუ მე არ გამოვიყენებ. ტელეპირველში როდესაც მოხვედი, ტელეპირველი არ იყო ესეთი ტელევიზია, როგორც ახლა არის. აქ ამ ტელევიზიაში მუშაობდნენ ჟურნალისტები, რომლებიც შენი მოსვლის შემდეგ მიდიან და მოდიან ფორმულაზე. რა ხდება მათთან მიმართებაში? მე არ მქონია კომუნიკაცია, მაშინ წავიდნენ ნინა ჟიჟელაშვილი, ვახოსანია, მთელი თავის რედაქციო გუნდით, გიორგი კიკაბიძე მუშაობდა საინფორმაციოში. გიორგისაც ველოპარაკეთ სანამ წავიდა და ცოტა ხანი მოგვიწია ერთად მუშაობა მაშინ და ნუ მითხრა რომ არა ეს მისი გადაწყვეტილებაა და ოკეი, ოღონდ რომ ამას რაიმე კონფლიქტი რაღაცა ის მსგავსი არაფერი არ ყოფილა. ვახოსთან ნინოს და მე არ მელაპარაკია. ანუ მათ ჩემთვის რომ აი შენს გამო მივდივარ ტელევიზიიდან, ჩემთვის პირადად ეს არ ვთქვათ. მე მოვისმინე ისევ როგორც ყველამ ის განცხადება, რომელიც იყო ეთერში რომელიც გააკეთეს, რომ არხი იცვლის სარედაქციო ხაზს, რაც ისინი არ ეთანხმებიან და ამიტომ ტოვებდნენ. ჩემს ცოტა გაუგებარი იყო რას ნიშნავდა სარედაქციო ხაზის შეცვლა. ოკეი, მათ მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ანუ არანაირი კომუნიკაცია მათ შენთან არ ხონია? ანუ რომ კონფლიქტი ან რაღაცა მსგავსი, რომ რაღაცაზე ჯერჯერობით შემხებლობა არ ქონია ერთმანეთთან. ანუ მათ ჰქონდათ თავიანთი გადაცემები და მე მქონდა ჩემი გადაცემა. მე როგორც ნახონ, როდესაც მე გადმოდიოდი ტელეპირველზე, მაშინ ვახოს შევხვდი, ჩემთან იყო სახლში მოსული ვატოსთან ერთად, ვახო ჩემი ჯგუფელია, კურსელი ერთად ვსწავლობდით, ანუ უცხო და უფროსი ვარ თქვენზე და ხო, ანუ უცხო ადამიანი არ ყოფილა პირიქით, არ უნდა გადმოხვიდე რაღაც ესეთი. ნახე, მე პირდაპირ გეტყვი, მე ვერ გავიგე მათი გადაწყვეტილება რატომ შეიძლებოდა ყოფილიყო ჩემთან დაკავშირებული. ნოდარი გამადიდებელი შუშის ქვეშ. ანუ გამადიდებელი შუშის ქვეშ ხო ცხოვრობთ. კი. ამ გამადიდებელი შუშის ქვეშ. რა არის თავარი პასუხისგებლობა? სად არ უნდა გავასხათ? ნუ არ უნდა შეცდე. და ვერ წარმოიდგენ რამდენი ნებისმიერ ამბავზე სულ qu'laeuh განცდა რომ რამე შეცდომას ხარ უშვებთ. მედის კოლელობის პროცესს რაც უყურებთ ამ ქვეყანაში რაც მიდის ახლა ხო? კიდევ უფრო მეტად ვცდილობ რომ იყო ფრთხილად და არ მოგივიდეს რამე შეცდომა რა. ხვდები რომ ხარ გამადიდებელი შუშის ქვეშ აქ გარეთ მაღაზიაში სულ სადღაც მარტო არასდროს არ გტოვებენ, სულ ვიღაც სადღაც დაყვება. ხო, თან რეჟიმი რომელიც პირდაპირ კლავს შენს რა დაღნიშნე, გცემს, გაპატიმრებს, თავისუფლება მზეა ამალობა. თავისუფლება მზეას. კაი, მოდი ეს ბოლო კითხვა იქნება და დავასრულოთ, არ შემიძლია რომ ეს არ კითხო, მე ვიცნობ შენს ანგელოს შვილებს. ერთხელ ქობულეთში ერთმანეთთან ვიჭორავეთ, რაღაც ისულელები ვუთხარი და ამ შემდეგ და ნოდარი მამა. ამაზეც გითხარი, იმიტომ რომ ძალიან ბევრ რამეს დარწმუნებული ვარ შენს შიგნითაც, შენს გარშემოც ეს საოცარი ამბავი შეცვლიდა და როგორია ნოდარი მამა? შეცვალა ყველაფერი. შეცვალა ყველაფერი და ახლაც ცვლის. გატრიალებენ მის ჭკუაზე, ნახე და ვერ წარმომედგინე თუ რამე ვინმე შემცვლიდა მე. იმიტომ რომ ეს რქიანია თხის რქავა რა ის მათი. და დღესაც მცვლიან და რაღაცა ჩემს ცხოვრებაში არის ორი ადამიანი, რომელთანაც ვცდილობ რომ
პირველ რიგში ვიყო თანამოაზრეები. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა შენ. იმედია საინტერესო იყო. კი, ნამდვილად. კარგად იყავი. ვაიმე, კარგი იყო. მაგიტომაც მინდა და რომ ჩემი გადაცემის პირველი სტუმარი ყოფილიყავი. მეცადე რომ საინტერესო ყოფილიყო. საინტერესო იყო ნამდვილად.